რეალური სია, ვინ გავიდა საქართველოს საზღვრებიდან და ვინ შემოვიდა, როცა ქვეყანაში ომი მძვინვარებდა. დღეს საღამოსათზე კონკრეტული სახელები და კონკრეტული გვარები. გვახსოვს ის, რომ წითელ ხიდებთან იდგა ცოცხალი რიგი და ერთმანეთს აღწერებდით? დაასახელეთ კონკრეტული სახელი და გვარი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგბრძანდით და ბუდიში მოიხადეთ. ბრალდებები ოცნებისგან ნაციონალურ მოძრაობას და ურთიერთბრალდებები ნაციონალებისგან ოცნებას, კომპრომატების ომი და 6 წლის თავზე ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც ღია დარჩენილი ერთადერთი კითხვა, მართლა ტოვებდა თუ არა ხელისუფლება საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს რუსული ტყვიის პირისპირ, ვინ გარბოდა და ვინ გახიზნა ოჯახები. ნაკლებად მაინტერესებს ვინ გადაკვეთა მაშინ საზღვარი, ვის შეეშინა, ვის არ შეეშინა, ვინ როგორ იქცეოდა. მთავრობა ინარჩუნებს დუმილის უფლებას. იქნებ ერთი სახელი და გვარი მაინც დაგვისახონ. ისინი დღეს რეაქციაში ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან. ისინი დღეს შეეცდებიან აუხსნან ხალხს, ვინ ამბობს სიმართლეს. ღია ომი პარლამენტიდან Facebook-ზე და Facebook-იდან პირდაპირ სტუდიაში. ყველაზე მძიმე და ყველაზე მტკივნეული თემა საქართველოსთვის, ყველაზე მძიმე და ყველაზე სკანდალური ბრალდება ყოფილი ხელისუფლებისთვის, ყველაზე მძიმე და ყველაზე უპასუხო კითხვა, არსებობს თუ არა რეალური სიები. წითელი ხიდის ისტორია 2008. ყველა კითხვა, ყველა პასუხი, ყველა პოზიცია, ყველა მოსაზრება, ყველას რეაქცია, პოლიტიკოსები ერთმანეთის და ხალხის პირისპირ, ეკა ბესელია, გოგა ხაჩიძე, დავით საყვარელიძე, გედევან ფოფხაძე, ზაზა გოროზია, ლადო ვარძელაშვილი, შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, მაკა გვარამია, მერაბ ქვარაია, ხათუნა ბაიჭაძე, ლაშა ჩხარტიშვილი, აგვისტოს წითელი ხიდის ისტორია რეაქციაში. პირველ ნომრად წერიხარ ავსიაში ვიწყებთ საღამოსათზე, არ გამოტოვოთ.